გიორგი მარგველაშვილი დღეს სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა მას საფრანგეთის ელჩთან ჰქონდა, სადაც საუბრის მთავარი თემა იყო საფრანგეთის პრეზიდენტთან დაგეგმილი გიორგი მარგველაშვილის პირველი შეხვედრა, რომელიც ვილნიუსის სამიტის ფარგლებში გაიმართება. საფრანგეთის როლი ქართული სახელმწიფოების განვითარების ისტორიაში არის უმნიშვნელოვანესი, განსაკუთრებით, როდესაც საქართველოს უჭირდა. ამ შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ იმის თაობაზე, რა ახალი მისია გააჩნია საქართველოს, რა ახალი გზა გააჩნია საქართველოს ევროპასთან მიმართებაში და ბუნებრივია საფრანგეთი, როგორც ჩვენი პარტნიორი ამ პროცესში, უმნიშვნელოვანესია და შესაბამისად მნიშვნელოვანი იქნება ამ შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ევროპულ ოჯახთა რიცხვში ინტეგრაციის საკითხის განხილვა და დაყენება. ჩვენ ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე საფრანგეთსა და საქართველოს შორის, რომელიც დღითიდღე მნიშვნელოვანი ხდება. გასულ კვირას, როგორც იცით, სამი ქართველი მინისტრი იმყოფებოდა პარიზში. იგეგმება კიდევ რამდენიმე ვიზიტი. სავარაუდოდ 10 დღეში ვილნიუსში გაიმართება ფრანსუა ოლანდისა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა. დღევანდელ მოლაპარაკებაზე ამ შეხვედრის მომზადების შესახებაც ვისაუბრეთ. ძალიან საინტერესო შეხვედრა ჰქონდა. განვიხილეთ გერმანია საქართველოს ურთიერთობაში ახალი დინამიკა. იმედს გამოვთქვამ, რომ შევძლებთ ჩვენი შესაძლებლობების რეალიზებას. ულოცავ პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვებას. ანგელა მერკელმა მისალოც წერილში აღნიშნა, რომ ეს არჩევნები ნამდვილად ღია და სამართლიან გარემოში ჩატარდა და საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ტრანსფორმაციისკენ. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა დღეს გიორგი მარგველაშვილს 5 ქვეყნის ელჩთან ჰქონდა.